საღამომშვიდობისა, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს კვირაა და რა თქმა უნდა თქვენ უყურებთ ყველაზე გასართობ გადაცემას ანეკდოტების შოუ. მე პაატა გულიაშვილი ვარ და რა თქმა უნდა დღესაც შევეცადეთ და მე მგონი გამოგვივიდა კიდეც საინტერესო ძალიან მაგარი ნიჭიერი ადამიანები მოვიწვიეთ სტუმრად. მას ასე მე მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტთა ანსამბლის სულიკოს წევრები ივანე გალუაშვილი და თამაზ საგინაძე. ივანე გალუაშვილი და თამაზ საგინაძე ოპერის სოლისტებისაგან შემდგარი ანსამბლ სულიკოს წევრები არიან. ანსამბლ სულიკოს გულამოსკვნილი ვეძებდით ჩვენთან მოსაწვევად. შემდეგ მივხვდით ყბილეთ და ვკითხეთ სტუმრად ხმარ მოგწანდებით ანეკდოტების შოუში თქო. ოპერის მგოსნებმა ერთად შეიფრთხიალეს და თვითხრეს დიახ, დიახო. ასე რომ ბატონებო და ქალბატონებო, დღეს თქვენთვის იხუმრებს სულიკო. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა. უყურეთ გადაცემას ბოლომდე და გპირდებით აუცილებლად ჩაიცინ ხითებთ. დადარჩენი კი გადაცემაში. მოგზანდით. აი, გამარჯობა. მოგესალმებით, დაბრძანდით. ესე იგი, რამდენჯერ მქონდა მცდელობა, რომ მობრძანებულიყავით ჩემთან, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ხვდები, გასტროლია, მეტსახიობი ვარ. მოუცრელობა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მობრძანდი. ძალიან გვიხარია. როგორ არის საქმე თეატრში, თქვენ ცხოვრებაში, რა ხდება? კარგად, ყველაფერი მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში, სპექტაკლები, გვაქვს ღონისძიებები, გასტროლები და შემოქმედებით ცხოვრება. ასე შენებ. დალევა? მუშაობ. კაი, ეხლა ჩვენი ამბავი ისეთი არის, ცხოვრებას გულისხმობ, რომ თუ ცოტა არ გადააყოლე, ხელოვანი ადამიანები და განსაკუთრებით თეატრის მიმართულები და განსაკუთრებით ოპერაში ყოველთვის იყო ეს ამბავი, იმიტომ რომ ახლა კაი, ამინდა რომ დააგრუხუნებ ისეთ სიმღერას, ამას ჭირდება ენერგია ამბავი და ვინ ლიდერობს დალევაში, ვანიკო? მართლა? მე მიწევს ხოლმე, თორე ისე ლიდერი სხვა ყავს, უფრო მეცვავს. ხო არა? ესე იგი, იწევთ რას ნიშნავს? აი, მაგაშია საქმე, რომ ის გარემო და წრე, რომელიც გარს მარტყია, მოსვენებას არ მაძლევს და ხან ერთ სუფრაზე ვარ, ხან მეორეზე. ამას ეს პერიოდი გრაფიკი ქონდა ჩამოწერილი ხოლმე, ხვალი, გზეგი, მაზეგი. ორი კვირით ადრე ვეწერებოდი. ესე იგი, იმდენი კაი რაღაცები ხა ინტერნეტის საშუალებით რა. ბევრი ვიდეოები იდება თქვენი გასტროლების შესახებ, რა ვიცი, კურიოზები, მილიონი რამე და თვითონაც აი ატმოსფერო მაგალითად თქვენი თეატრის და იქ რაღაცა უფრო გაცილებით ხშირად ხდება ხოლმე რაღაცა ისეთი ამბები, საინტერესო იუმორის თვალსაზრისით. ეხლა როცა დათო საყვარელიძე იყო თქვენთან ხელმძღვანელი, ხო იყო რაღაც პერიოდი და დიდი პერიოდი. მაშინ გააკეთა იმ პერიოდში ჩვენთან რუსთაველის თეატრში ოლივერი. ძალიან კაი რაღაცებს გვიყვებოდა ხოლმე. ეხლა თქვენ სოლისტები გასაგებია, იქ კიდე ორკესტრის ამბავია და არის მთელი კურიოზები და ამბავი. ეხლა ჩვენ მსახიობური მიმდევრობით ვაძლევთ თავისუფლებას ვიმღეროთ და ეხლა მეტი რაც შეგვიძლია და ესეთი პირველად მოგვიწია ორკესტრთან ერთად სიმღერა ლაივში. ხო და არ მინდა ეხლა სახელი და გვარი თქვა და ვერ იწყებდა ტაქტზე შესვლას რა. ეხლა მოგეცნებათ ძალიან რთულია რა, ღელვასთან ერთად სიტყვა, მაგრამ თუ ვერ დაიწყე, რა ვიცი. ხო და ესეთი რაღაც ჯოხი მეჭირა, მისტერ ბამბლს თამაშობდი რა და იცი რა ქენიო დაუბრახუნეო რა და მერე შევაო. და ხან ადრე უბრახუნებდი. ხან რომ გაივლი და ის ტაქტი მერე და აბა, განზე ჩოლო იყო მაშინ.
დირიჟორი, პირველი სადირიჟორო იყო და მოგრე ძალიან დიდი კურიოზი იყო და ასე ვთქვათ, გაჩალიჩება იქნება ხოლმე და მე ჩვენთანაც ხან ერთმანეთს ვეუბნებით შენი დროა, შედი დროს და შევა და დგას ხოლმე სცენაზე მუსიკას ვიღებთ. ხო. არა, ეგენი უმაგისობა არ არის. კი ბატონო, ახლავს ეხლა ამბავია და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით თქვენი ისტორიები იქნება დღეს. აი, სუყოზე გამახსენდა ერთ ისტორიას მოყვევი. მიდი მოყევი. ჩავედით მე და სუყო და ეს ჩვენი მეგობარი ოპერის უკან სახაჭაპურე იყო და შესვენებაზე ჩავედი და ერთმა ქალბატონმა გვიცნო იქ ქალბატონები ისე ცოტა ასაკში შესულები და ვაიმეო თქვენ ოპერის სოლისტი არ ხართ, ვაიმე ბატონო დათო თქვენო რაღაცები და ამას დაერთო წინ რომ დათომ ერთი ჟურნალისტი მოვიდა და დათო ეუბნება რომ აი თეატრიო რო ღამდებაო რა ხდებაო თეატრიო და სუყოს ხასიათი ხო იცი ხა გაეშაყია და ღამეო ის ჩვენი გარდაცული მომღერლების სულები გამოდიან და აფრინავენ აქაო ღერიან და ჩვენ ძივართო ჩუმად რო არ დაგვინახო და უსმეთო და ვაიმეო მართლაო ეხლა დაიჯერა ამ ჟურნალისტმა და დაწერა ეგ დაწერა ატყდა ერთი ამბავი და ამ ქალბატონმა ეთყობა ეგ მოისმინა თუ ნახა და ბატონო დავითო მართლა გამოდიანო ის სულებიო ღამეისაო და მე ვთხარი ქალბატონო თუ ესე გიყვართ ოპერა მეთქი ახლა ბოლოს როდის იყავით სპექტაკლზე მეთქი ახლა მინდა რომ სერიოზულში გადავიყვანო რომ არ გვინდა ახლა ამასაკის ქალბატონს ვეშაყიროთ და 1851 წელს გაიხსნა ოპერის თეატრი და პირველად დაიდგა ლუჩია დე ლა მერმური 1851 წელს და ეს ქალი მოგვიბრუნდა და ბოლოს ვიყავიო ლუჩია დე ლა მერმურზეო და იმის მერე არაი დადგმული ლუჩია დე ლა კარგი ხნის ყოფილი ხარ შენ შემოდევი აუ აი ისე შეთაშორის ძალიან ისეთი იმაში ჩამაგდო როცა აი პატარა ვიყავი და მოვედი ოპერაში რაღაც თავისი მომნუსხა რა იმ გარემო ძალიან რა და აი მასშტაბით ეხა რუსთაველის თეატრის მოგიხსენებათ ესეთი ღრმა ამბავია სცენის სიღრმესაც გულისხმობდა სცენიდან პარტერსაც მაგრამ ეს მაინც შოკი იყო რა პირველად რაღაც ვიღაცის იუბილე იყო და იქ მომიწია რა გამოსვლა მსახიობი ახალგაზრდები ვიყავი და მე როცა უკვე წარმოდგენაზე ვიყავი და ეს ამ ხელ მაგარი ამბავია და წარმატება მინდა გისურვოთ და ან ჩვენი თეატრი ნამდვილად იმსახურებს ამას და ძალიანაც წარმატებულია და ძალიან გვიყვარს და ესეთი საამაყო მოთხოვნა რიგზია მაგრამ აი ცუდი დრო რო იყო 90-იანი წლების ერთი ისტორია გამახსენდა ხე კიდე რო არ მოყვე მოყევია მაგრამ 90-იანი წლები არც დაცვა არც კაპედინელი ქუჩაში ხალხს ეხვეწებიან ოპერა გადის შემოდი დარბაში და რაღაცა და ერთი გოგონა დავპატიჟე კონსერვატორიის სტუდენტები ვართ და შევედით ცენტრალური როჟა გავაღე შევედი და ვეთხარი არავინ არ არის მარტო ნათესავები და სცენაზე მონაწილეების ოჯახის წევრები და ერთი 30-40 კაცია რა დარბაში ხო და რა ხდებოდა მე შენ გიძული ამ სპექტაკლს შემოძვი შენთვის აი აბა მოვემზადეთ პირველი 3 რიგი ავითვისე და ის პერიოდია ჯარისკაცების ბოტასები და მაიკები რო აცვიე შემოვიდნენ მოდიონენ ეთყობა ქუჩაში და 3 რიგი აითვისეს რა ოპერას არ დავასახელებ რა ოპერა მიდის და ძალიან დაძაბული მონაკვეთია ეს თეფშები უკრავს დაარტყმა დირიჟორი ბოლო იმებზე რაღაც თელი სენი მიდის და თეთრებში ჩაცმული ქალი თავზე თეთრი ჩეფჩიკი ახურია კამარი უკეთია ეგ რუსთაველზე რო დადიოდა ხოლმე ო აი ნაყინი რო დაქონდა ხო აი გორიალი შემოვიდა აქეთ ამხიდან პარტერში ეხლა ეძებს დარბაში გაიხედა გამოიხედა ცოტა ხალხი არის დაინახა სცენაზე უფრო ბევრი ხალხია ელოდება იქი და ეს დირიჟორი ხო ეს თეფშებიც ეს და გახედა სცენისკენ დაიძახოს და ამ დროს დირიჟორმა დაიჭირა ხელი მოხსნა და ამ ქალმა მთელი ხმით მაროჟენი რა ციზა შუა სპექტაკლის დროს ატყდა ცივილკივილი და აი რა მაგარი ისტორია რაც ლაპარაკ ხო გახსოვს თეთრი ქალი ის თეთრი როგორ არ მახსოვს კაცო მთელი სტუდენტობა მაქას დავდებდი ანსვაი ჭყრიალით რო დადიოდა ესე იგი ბიჭებო ჩვენი გადაცემა 3 რაუნდისგან შედგება დღევანდელი გადაცემის თემებია კახელები ოჯახი ექიმები ცხოველები სპორტი იმერლები სუფრა მოგზაურობა და გურულები
ეხლა როგორ არის ჩვენ არაფერს არ ჩამორჩებით, ხელოვნური ინტელექტია ვთხოვთ და რომელ თემასაც ამოაგდებს, იმ თემაზე უნდა ბრძანოთ. ისტორია იქნება, ანეკდოტი იქნება, არ არის პრობლემა. ერთი მინდა ჩვენი საერთო მეგობარი ვანიკო ბარბაკაძე ალეკო მოვიკითხო, იმიტომ რომ არის ეხლა მე იტყვის იქ იყავითო, ერთი არ მახსენეთო. მე ის გავიცანი შეპირებული გოჭი კიდე არ იქისებს. და დარჩება აშვებულია უკვე გოჭის თემა. მოვიკითხოთ სიყვარულით ალექსი. მოვიკითხოთ და ძალიან ენაკვიმატი ბიჭია სხვათა შორის და ბევრ მაგის მონაყოს და არაჩვეულებრივი ლონგინოზი მამამის. აუ სასაული ადამიანი. ხო იცი ბატონ ლონგინოს მიულოცე დაბადების დღე პაატას შოუდან რა. რა მიყვარს და აი ნუ არ ვიცი ალბათ აი საუკუნის რაღაცა დაემართა ამ კაცს აი ძალიან გაუხარდა და ეხა კიდე მინდა მოვიკითხო და მოკლედ აგერ ბიჭები მზად არიან და გაშალეთ მამაშვილი ეხა და მოვდივართ რა და 85 წლის იუბილეზე სხვათა შორის ვიყავით ჩვენც მიულოცეთ ბატონო მე ვერ ჩამოვიდი სამწუხაროდ ვერთვად ითხრან საცოცხლო კი კაი კაცი ოქრო კაცი მოკლედ ბიჭებო 350 ლარიანი ბიუჯეტია საერთო ჯამში პენსია ხო ნუ ამ ეტაპზე მაგრამ აუცილებლად მოემატება პენსიაც და ეს ბიუჯეტიც იმდენი ბიჭები ხართ ეხლა სიმღერა რაც მინდა რომ გთხოვოთ რომ შეასრულოთ იმდენი ხართ მე უნდა გავიდე და თან ისეთი სიმღერაა რომ ხმალსაოლესავ რა და დაგელუდებით რომ ეხლა რო გადავთვალე ეხლა თლათესი არა მაგრამ პატარა ჯიბედიც უნდა გაეკრათ ხელი და მე მგონი დღეს გამოგივათ ფურმანი მოდი მაშინ ბიჭებს მოусმინოთ ხასიათი რომ ავიღოთ და მერე დავბრუნდეთ სულ ეხლა ხან მერაბ დვალიშვილმა დაიცვა კამარი ჩემპიონი გახდა ჩვენი ძიუდოისტებმა სოფლიო ჩემპიონატი აბა მიუძღვნათ ჩვენ შესანიშნავ სპორტსმენებს აუცილებლად კი ბატონო გადასარევი და მშვენიერი და გაბარიტებშიც ვატყობ რომ ნამდვილად უნდა დაამატოთ ბიუჯეტს
მე მარტო სმა არ არის კაცო გვინოს ჭამაო ონა მეაყოლო აბარა კაცი მოდი დავიწყოთ მოდი დაიწყოს ვანიკომ და ნახოთ რა თემა ამოვა ნახოთ ახლა რა იქნება და ექიმები აჰა თქვენ უნდა გადააგრძელოთ ექიმებზე დაიწყოს ვანო ექიმები აუ ჩემ ისტორიას მოუყვები ეს მიყვარს გიждები ამაზე ვენებზე გავიკეთე ოპერაცია საავადმყოფოში წევარ და ჩემთან ერთად ერთმა კარგმა ადამიანმა გაიკეთა ოღონდ იმან ორივე ფეხზე გაიკეთა ოპერაცია ვენებზე და ექიმი მეუბნება რომ მთელი დღე უნდა გეცვას ეს გეტრი თუ კალგოტკა თუ რა ქვია იმას ელასტიური გეტრი უნდა გეცვას მთელი დღე და რო დაწვევი უნდა მოიხსნა დილით რო ადგები სანამ ფეხს გადმოყოფ უნდა ჩაიცვა ეს გეტრი და ესე და ну დავიღალე რა ყოველ დილით კონტროლი და ისა და Facebook-ზე პოსტი დავწერე რომ ეს ცხოვრება ამის დედავატირ მეთქი რო ვიგვიძე პირველი ჩულკებს ვეძებ მეთქიტო და ატყდა ამბავი და ამ ჩემმა მეგობარმა მომწერა შენ რა გიჭირსო მე ხო ორივე ჩულკს ვიცმეო და ამასინა თათვირი მქონდაო და გავიქეციო დილითო მნიშვნელოვანი საქმეზე გადაწყვეტილებაზეო და რო გადმოდგიო ფეხები ბნელოდაო და ჩავიცვიო ეს ჩულკებიო და რაღაცა ცოტა მეხამუშებაო რა რაღაც წიწკნის ცოტა რაღაცა ისე ვარ და არ გაჩერდა ტელეფონი ჩემი ცოლი რეკავსო და ბოდიში მოიხადე გავდი რა გინდაო ხო იცი საქმე ვაქო და რა მინდა კი არა ჩემი ჩულკები დაიბურე და შენები წაიგე და ჩაიწვი კარგია ხო მე ახლა იმედია არ მიწყენს ჩემი მეგობარი პაატა ნუცუბიძე ნოდარ დუმბაძის დიშვილია რა და აჰა არის არქიტექტორი და ეს ძველ ამბავს ვამბობ. დადიოდა ხან არმაში, ხან იმაში და кейფი ჩვენი არ იყოს იმასაც უყვარდა და ნუ მოკლედ ისე მოხდა რომ რაღაც შეემთხვა და ორივე ფეხი მოიტეხა. წევს ერთდროულად ხო? ეხლა არ მათქმევინო როგორ. არ მე შეიძლება ეწყიდოს. კი ბატონო, თქვენ როგორ ხარ? ხო და მოკლედ ორ ადგილიან პალატაში წევს ეს ორი ფეხი გაჭიმული გირები კიდია ნოდარი დადის ყოველ დღე სანახავად ის არის მეორე საწოლი цаრიელია. ერთ დღესაც მივიდა ნოდარი და ნაცნობი პროფესორი, ექიმი, პედიატრი. ნუ ნოდარი მიესალმა, იმას ცალი ფეხი აქვს, გაჭიმული. მიესალმა მოიკითხა და დაუჯდა პაატას და ნუ ჯერ პაატას როგორ ახავ და იმას ამოუვიდაო ჩუმად ეკითხება. რა ვიციო, საწოლიდან გადმოვარდნილაო და ფეხი მოუტეხიო. მერე ისევ საწოლზე დააწუნე. მოდარ საოცარი უმორი ხო. აბარა, ბიჭებო, თუ კიდე რამეს დაამატებთ თუ არა და შემდეგ თემაზე გადავიდეთ. გადავიდეთ შემდეგებზე. გადავიდეთ შემდეგ თემაზე, აბა. ჩემ ხელოვნური ინტელექტს რა დავარქვა არ ვიცი. და ყველა სტუმარს ვეუბნები თქვენი ვერსია ხო არა გადა. ეს ახლა ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნური რაღაც არ ვერქვას, ხელოვნური ინტელექტი არ ვიცი. როგი დონა არ ვიცი. ამე უნდა მოუფიქროთ. აუ გურულებზე. გურულებით, ოღონდ თქვენ უნდა დაიწყოთ ამას ბატონო. კი ბატონო. იმაში, აი ოპერაში ხო არის რაღაცა არიები ისეთი რაღაცა და ცოტა უცნაური სახელებიც არის, ხო, რომელიღაცა ისეთი პერსონაჟების, კი ბატონო. თუ მსვლელობის დროს რამე გაგახსნა ადრე მოყევი, რაღაც სპექტაკლი ქონდა და გარეთ რო შპაგებით გამოხედით. კი ბატონო. ანალოგიური ისტორია ჩვენ აქვს, მე მოგიყვებით აი გურულებზე მოყვე და მოგიყვები. აბა გისმენთ. მოკლედ ახლა მე იქიდან დავიწყებ რომ გურულების სიძე ვარ. გაგირისკიათ. გაგირისკიათ. დამთხეში მოვიდომა. არა, იმ დროს ძეს მაძლევდნენ და ღირდა რა და ეხლა აკირდა ცოტა. ხო, მოკლედ ჩოხატაურის რაიონში არის ესეთი სოფელი შუა ამაღლება. საიდანაც იყო წარმოშობით სიმონა დოლიძე. კი ბატონო. ჩემი ცოლის ბაბუა, მელიტო ჯიბუტი და სიმონა დოლიძე იყვნენ ალავი ბიძაშვილ მამიდაშვილები. ეს მელიტოც გავარდნილი და ერთადერთი ფოტო არსებობს ბუნებაში მელიტოს და სიმონასი ყაბალახებით თოფი პატრონტაჟი მოკლედ რა როგორც იყვნენ აბრაგები და ფირალები უფრო. სოფელმა გადაწყვიტა ძეგლი დაედგა სიმონასთვის. ეს ერთი სურათია. დიახ. უნდა მივიდნენ ჩემი სიმამრის ოჯახში ინახება. კაცი არის ჯიბუტების გვარის რაღაცა იმ პერიოდში თავი კაცი იყო რა მოკლედ დიმიტრი მიტიეს ეძახდნენ. მიტია ჯიბუტს აი რო ჩახვიდოდი ხო კითხავდა რა გვარი ხარ ვიზია კითხავდა ხო ეთქოდი გულიაში
ჯიბუტი ხარ, შენ 99%. ახან იქ ჩახვედი. ჯიბუტი იყო ყველა იმის. ოდა მიტია შეაგზავნეს, ეხლა ჩემს სიმართლე რომ ეს სურათი უნდა გამოიტანოს, ხატვარი, არქიტექტორი, ჩასულები არიან, უნდა ნახონ ვინ არის სიმონა, როგორი იყო. გამოიტანა სურათი, დიდი ესე ხის ჩარჩოში ჩასმული უზარმაზარი სურათი და აბა რომელია ბატონო მიტიაო სიმონაო და გააქანა და მელიტოს დაადო ხელი. ეხლა იქიდან ვიღაცა მოჯულგუნს უშვება რომ გაჩერდი ვეჯეუნა გაჩ და მერე თქვა რომ აბა ახლა შუამაღლებაში დოლიძის და დავადგმეინებდი. და გას ეხლა მელიტო ჯიბუტი აწერია სიმონა დოლიძე. რა სიცა რაცა აი ეს არის ნაღდი ამბავი, ნაღდი ისტორია. მე იქნება მოგვიწიოს იქ ჩასვლა და განახებ. რა სიცა პირე ბრავო მაგარი ყოფილა. აბა ეს გამახსენდა ანეკდოტი. ბავშვს რო ეკითხებიან, რა გვარი ხარ ბიძიკო შენო და დობორჯგინიძო და ვისი ბიჭი ხავ და კოლია ჟღენტისო. ხო, კაია. კიდე არის ციკიდებული კაი კაცი როლებზე? რა მე მოგი ის ეხლა ბაგი შეიძლება ხა? კაი კაცი ყოფილა და გიქი მიტიე? სასწაული კაცი იყო, მაგრამ გურულებზე ქვეყანა რაღაცაა კაცო. ეს შეიძლება ისო, ჩემი ცოლი გაყრავს თხოვსო, ხო იცი? გუყარე მე უყარე. ხო, კი ბატონო. სასწაულები არის. მიტიეს ისტორია რამე. ხო, მიტიეს ახლა იმდენი რაღაცა აქვს რა ჩამოთulis იმასთან. და ასეთი სასწაული ხალხია გურული. კი ბატონო, მაშინ პირველი რაუნდისთვის მე მგონი საკმარისია და მეტიც არის, ისე კარგად მიდიხარ. მეორე რაუნდზე გადავიდეთ. და ვთხოვოთ ისევ ჩვენს უსახელს. სანამ გაჩერდება, უნდა მოყვე რაღაცას მოგიყვებიო, შპაგებით გამოვარდითო. ისევ 90-იანი წლებია ბალმასკარადი მიდის სპექტაკლი და შენ რომ მოყევი, მაშინ გამახსენდა რა. სცენაზე ვართ ეს პომპოჩიკებიანი ისინი ფეხსაცმელები, აქედან გეტრები, აქამდე ეს ჩაცმული ბანტიკებიანი ისინი ეს დარტანიანის ჩაცმულობა, ესეთი დაყოლულებიანი თმები, პარიკები, ეს უსაგო გრიმი რა, მოთხოვნები, სასწაული ისინი, ეს შპაგები, რაღაცები და ბალმასკარადი მიდის რა, ყველა ესე ვართ გამოწყობილი და უცებ შემოვარდა ერთი გუნდის წევრი და ბიჭებო მიშველეთო რა და აი ჩხუბები რომ მიდიოდა და რაღაცა სტრელები და ესე და რა ხდებაო და ვიღაცასთან სპორი მომივიდაო და ოპერის ეზოში მელოდებიანო რა აკვე. მიშველეთო და ცოტა ხანი მოიცადეო და გამოცხადდა შესვენება, პირველი აქტი მორჩა და 1-15-20 ბიჭი ამ შპაგებით გავედით ესე დახვეულები გრიმში და ესენი ჩაცუცქულები, შავებში ცაცმულები, შავი ბენდერები თავზე და სად მოგვიყვანე ბიჭო ამ სიტყვა არ მითავახსენო ამ ვისთან მოგვიყვანე? ვინ არის შენი ვიდა შპაგები და შპაგა წუნკლებს და აბა და რო გადასწორეთ მე შპაგა და გაიქცნე და გავვარდით მივდივართ ამ ჩაცმულობით რუსთაველზე. ვიღაცა მე გაეთიყო გამოსული ჩვენი დაცვა და სად მივიღათ? სახტება, სად მივიღათ და მე მივხვდით რომ რაღაც შემოვედით, ისევ შევედით გავნაგდეთ სპექტაკლი. კარგია, კარგი, მშვენიერი. კარგი, ცხოველებია და ვანიკო, უნდა მეორე ტური შენ გახსოვს. აუ, ცხოველებზე ის ანეკდოტი მიყვარსა ძალიან, ჩემი საყვარელი ანეკდოტია. მე სალამურე ბიჭი მიდის ტყეში სალამურზე გრავს და დაიკარგა რა. დაიკარგა და ეს ცხოველები უკვე აქეთ-იქიდან უღრენენ, მგელი, ის მელა და ლომი და ვეფხვი და დაინახა მინდორი გავიდა. ტრიალ მინდორზე ამოიღო სალამური და დაიწყო დაკვრა შიშისაგან და ეს ცხოველები გარშემო შემოჯდნენ რაღაცა კაი სმენათი რაღაც და უსმენე რა, ლომი, ვეფხვი, ეს ცხოველები ყველა რაღაცები და ამასაც გაუსწორდა და უკრავს და უკრავს, შევიდა ეშხში და ესენი გაფაციცებით უსმენდნენ. ყველას და უცებ ერთი ლომი შემოვარდა, იქით გაიხედა, აქეთ ეცა, იქით ეცა, დაინახა ეს მესალამურე მივარდა და შეჭამა. მეფე ლომა რა ქენიო ბიჭო, ხო არ გაგიჟდა და ვერ გავიგე რა მითხარი თო. ეს ყრუა და მე ახლა ცოტა იგივე დაახლოებით იგივე მსგავსი ისტორია მეგობარს დედა გარდაეცვალა ყვარელში და ჩავედით სამძიმარზე და მსგავსი ისტორია როგორ არის წარმოიდგინე. აი ეხლა მოიცა გეტყვი ეხლა გეტყვი ეხლა. ხოდა იქ დგევართ ეხლა ეზოში ლაპარაკობ საუბრო და ძაღლი გავიხედე ბალახს აჭამს კაცო. ძაღლი? ხო, მე კახელი ძაღლი, კახელი. მე უთხარი რა არის მეთქი ეს ასაშევამეთ.
რავი, აი ვიღაცა თევზმა საჩუქაო და თევზი არ აჭამო, ქათამი არ აჭამო, მაგარი ხაშლამა ყოველ დღე სადა გვაქვს და ეგენ აღარაფერი არ ჭამო, პური მობეზდაო და ეგ ბალახს აჭამს. ამას მომაში ვიღაცა მეზობელი შემოვიდა კიდე და ძაღლების თემა ხომიდის და იო. ეგე ბიჭო, ჩვენი მეზობელი როა შაქრო, გავიხედეო და ერთ სამ დღის წინ მოდისო, ხელი აქ ეგრე ჩამოკიდებული გადახვეულიო და მე ვკითხე რა იყო, რა მოგივიდეო და ჩემო ძაღლმა მიკბინო. ო, არა, უნდა მეთქო, წავიდაო. მეორე დღეს გავიხედე ფეხია გადახვეული. რა იყო ბიჭო? ჩემო ძაღლმა მიკბინო. მესამე დღეს კიდე გამოდაღა ფერდია გამოგლეჯით თუ რა იყო ბიჭო, კიდე ჩემო ძაღლმა მიკბინო. მე მგონი გემოძე მცრობს ეგ შობელ ძაღლი მაგის. დაუწყდით მოკლედ და ეგ იყო. ძაღლი რო ბალახს ჭამს რა. კი რაღაც ვიტამინის ნაკლებობა. სუდად როცა არის ჭამს მაგას რო სხვანაირად მოინილოს. შეიძლება, ხო, არა, შეიძლება მართლა ეგრეა. ხო მართლა ძაღლი იყო. ძაღლი იყო, ძაღლი. ეხლა კურდღელი და ძაღლს ვარჩევ. მე მაინც მსგავსი ისტორია კარგად გადავიდა. ის სიტყვები უფრო ჩაგითვალებე. მსგავსი ისტორია მსგავსი ისტორია. მსგავსი ისტორია. ის იყო და ამას გემოქონა დაკარგული. კარგი. ესე იგი, რამე კიდე ხوار გაგახსენდებოდა. მე იმიდან მოვედით რეპეტიციიდან. სათხდება. კაუნასში ვარ. კაუნასში და რეპეტიციიდან მოვედით. უნდა ავიდეთ ეხლა დავისვეროთ 1-2 საათი და კონცერტზე წავიდეთ და 4 კაცი უნდა შევიდეს იმ ლიფტში, მეტი არ შეიძლება და მე-5 მაითხოვით ქართველების ამბავი და მეც მეჩქარებაო და შემოვიდა და ცოტა დაიძრა და გაჩერდა, რა ვქნათ და ხო არ ვიტირებთ მე ვთხარ მაი და ვიმღეროთ რაც ვიმღერეთ რა. მაგარი ვიდეო. ლიფტში ვარ ჩემ რაღაცა ჩემი ლიფტი თოხარიკიო თუ რაღაცა რა და მოკლედ გოჩა დათვსანო ამოიღო ვიდეო და თურმე იღებს ამ ყველაფერს და დადო მოკლედ მოიარა ქვეყანა ამ ვიდეომ და სულხანა გველესიანი მოდის გაბრაზებული თეატრში. რა იყო მეთქი და სულ გაგიჟდა ეს ხალხი, რა იყო მე ვთხარ. ეხლა ავტობუსში ავედიო და ის მიყურებსო კონტროლიორიო რა. და ის მიღიმისო თანა და მოვიდაო და თქვენო ის არ ახავთო ლიფტში რო გაიჭედეთო და მე ვთხარი მე კი ვარ, მაგრამ 20 წელია ოპერის სოლისტი ვარ, იქიდან ვერ ამცნობ და რაღა მაინც და მაინც ლიფტში უნდა გავჭედილიყავი თქვენ. კარგია. ეგეთი რამეებიც ხდება. და რამდენი ხანს მოგიწიათ ჩდომა? იქ აღერთი ნახევარი საათი. ნაწილი გარეთ, ნაწილი შიგნით და აქეთ ოპერატიულად აუ მე წარმომიდგენია ეხლა თქვენ გასტროლებზე რა მაგარი დროს ატარებთ. იცოცხლე. გასტროლებზე სასწაული ხდება ხოლმე. ეხლა აი გასტროლი ქონდა ისრაელში. ორკვირიანი გასტროლი იყო, სხვადასხვა დათომ გააკეთა საყვარელიძე. ჩავფრინდით მეორე დღეს ფესტივალი გავხსენით და წამოსვლის წინა დღეს ფესტივალი დავხურე და მთელი ეს 10 დღე რაღაცა სასტუმროში ვარ, ვარსკვლავები რო ცვივა. რო აღარ ეტევაზე და მიდის გრიალი და რო ჩავედი ჩოხებით ხო ვიყავით და ბოლო კონცერტზე ამ ორი კვირის მერე ჩოხები აღარ ჩავგვეთია და თოკები თან ის არის კაცო იანვარი 2008 წელი იყო თუ რომელი 2008 წელია აქ რო ძალიან მაგარი ყინვები იყო იქ წითელ ზღვაში ბანაობდით ხო და მოკლედ რაც გინა ჭამე რაც გინა სვი 12 საათს მერე გვე ბარი იხსნება და კოქტეილები რაღაცები უბედურება და ერთ მაგაცი გამოყვა აცხონოს ღმერთმა აღარ არის ჯგუფში ჩამწერეთო რომ ჩემი ფული წამოვალო რა იქ წასვლა ხო იცი ცოტა რთული ამბავია ისრაელში და ვიღაცა ნაცნობი მყავსო გუდის ყველი და ჭაჭა ხორცო და ორი დიდი თავი გუდის ყველი მთელი თვითფრინავი ყავდა ხო და ეს თელავივში უნდა ჩაუტანოს ვიღაც თავის ნაცნობს და ჩვენ იმიდან თელავივიდან პატარა აეროპორტში გადაგვიყვანეს და ეილატში გადავფრინდით ეგრევე ეს დარჩა და ეგრე არ არის კაცო იქ ჯგუფში რო წერი ხარ შენებაზე დარჩი არ დარჩი და ერთ 3 დღის მერე გინება ისმის ჩვენ სასტუმროსთან ეს ჩამოვიდა იგინება ილანძღება ამათი დედა და თქვენი კარგი და გავიხედე გუჯა რა იყო ბიჭო რა მოგივიდა რატო დამტოვეთო და ვინ დაგტოვა შენ არ დარჩი კაცო მე ან დაგერეკაცა სად ამერეკა მე ვთხარი რავი სად ვიყავ ეხლა რა შემთხვევია ეხლა მოვიდა ის ვიღაცა ნახა იმან არმინა შენი გუდის ხელი და შენი ჭაჭა წამაიღე უკალო და წაიღეო და მივიდა აეროპორტში რომ ჩვენთან უნდა გამოფრინდეს და იქ რო ნახეს რომ ამ სიაში იყო და ცალკე მოვიდა რატო ჩამორჩი ჯგუფსა და აბა სადღაც შეიყვანეს გაჩხრიკეს
არაფერი ტანზე, გახსნეს ჩემოდანი და 4 ბოთლი 2 ლიტრა ნახევრიანი ჭაჭის არაყი უდევს. ეხლა იმათვის რაღაც გაურკვეველი სითხეა, გაზო რა იციან იმათ ჭაჭის არაყი. ეს რა არისო და ეტა ნასტაიაშია ჭაჭა ეუბნებ. გრუზიისკა ჭარიციან, კაცო. და ადაჟდიო უთხრა თურმე. მოახსნა ერთბოლს თავი. და სამაგიტას და გაკრა ცეცხლი მოუკიდა. აჩვენებს რა ძალიან მაგარი ჭაჭა. ეს არის თურმე დაეცნენ, დაიფარეს თავზე ხელი. ვიღაცები ამას ეცნენ, წააქციეს. ან ჯანიანი იყო ეს დალოცვილი აცხონოს ღმერთმა და ამ კაცებს წამოუხდა თურმე და ეხლა უნდა აჩვენოს რომ საშიში არ არის კაცო ესა. ისმება მოკიდა ამ ბოცხელი და მოიყვიდა და სულავს და სულგათებელა უჭირავს. ესე როქნა და ეცნერო. სულგაგიჟდნენ თურმე და ეცნენ ხო გაასკვანჩეს თურმე გაატიტულეს დააგდეს ზის მერე ვიღაცა რუსული ცოდნე მოუყვანია და იმას უთქვია ბიჭო ეგ ესენი ქართველი მაგასა სვავენო კაცო ეგ არანორმალურები არიან. თურმე ეუბნებოდა მოდი გავიყოთ ორ თქვენ დაგიტოვებთ ორი გავაც ნუ წაიღე შენი და არ მინდა შენი ჭაჭა ეგეთი რა თან იქ რა ხდება საშინელება. კარგი ცხოველების ამბავი ამოვწურეთ შემდეგი ვნახოთ ახლა რა იქნება და თამაზ ბატონო თქვენ უნდა დაიწყოთ. კი ბატონო ახელები არა ეგე გული მიგძნო. ეხლა მე ძალიან მიყვარს კახეთი. მართალი არა ვარ კახელი, მაგრამ თუმცა ყვავილზე სიყრმე. არა, მარტო ის არა კაცო. მეგობრები მყავს გურჯაანელები და სხვათა შორის როლანდის მამა გია ცხონებული. ჩვენი საერთო მეგობრობა გქონდა და ხშირად ვიყავი ხოლმე გურჯაანში და ერთი კაცი გარდაიცვალა, კარგი კაცი აცხონოს ღმერთმა. არ ვიტყვი ვინ იყო, იმიტომ რომ გურჯაანში ცნობილი კაცია. ხო და მოკლედ დაგზავნაზე ვარ ჩასულები და რო გამოასვენეს რა დღეს დაამკვდრებზე ვყვები კაცო. რა უშავ. ხო და რო გამოასვენეს მივდივართ ეხლა ხევის უბანშია სასაფლო ზევით უნდა ახვიდე და როგორ კარგად გწოდნი? როგორ კარგად გწოდნი? რასა ჭიპი მოვიჭერი. ხო და უკან ორი კაცი მომდევს და ერთი ეუბნება მეორეს. ბიჭო რა ვქნათ ბოლომდე გავყვეთო? არა უნდა ვქნათო კაცო ბოლო გზაზე ვაცილებთო რა და 3 კილომეტრია მაგ დედავატი რა არის 3 კილომეტრი. ამან 3 მაგით ვინ არის ჩვენთვის ხო 6-იაო. უცებ ორზე გაამრავლე. ამის მოუტრიალდი და იმას ეჩქარალა და ხაშლავე როდი შეჭამდა. აბა კახელი ერთი ის გამახსენდა ეხლა ბევრი რაღაცები მახსოვს კახელებზე ოქრო ხალხი და ერთ-ერთ მონასტერში დავდიოდი მამაო მთხოვა და ვამეცადინებდი მამაოებს, ბერებს, ხმის დამუშავებაში ანსამბლი გავაკეთე და ერთი ძალიან მაგარი წინამძღვარი იყო ეს მამაო. ცოტა წვრილი ხმა ქონდა, მაგრამ მასწავლებელო აი კახელებს უხსნით, აბა ვეუბნებით ესე უნდა გააკეთო და არა, მაინც ახთო, დაკალი, იქეიფე, დრო გაატარე და ეს ამ ლაპარაკში ვარ და ამ მონასტრის ქვემოთ პატარა ტაძარია და იმ ტაძარში ეზოში მაგიდა და სკამები არის გაკეთებული, რომ დაჯდნენ პური ჭამონ, ხო და ამ ლაპარაკში ვარ რომ აი სულ გვინდა რომ ლოცვაზე მოვიყვანოთო და წირვაზე მოვიყვანოთო ესო და დარიკა ტელეფონმა უპასუხა მამაო და ღმერთმა დაგლოცო და გაგახაროთ გისმენთ რამ შეგაწუხათო და მელაპარაკება იქიდან და აი ვანო მასწავლებელო აი ხო გეუბნებოდიო საფრთხოზე მელაპარაკებიან ისეო გისმენთ ღმერთმა შეგიწიოთ არ არის ქრისტიანული კაცო მაგრამ შეგიწიოთ ღმერთმა რა ვქნა რა გავაკეთოთ და უცებ გაცეცხლდა ეს მამაო ეს წვრილი ხმა უფრო და ხო შეგშალა თქვენ ღმერთმა და ხო არ გაგიჟდითო და რა იყო მამაო რა მოხდა მეთქი და ეზოში ხო ქეიფებენო იქ სვავენო და მამაო ძალიან გაწვიმდაო და შიგით რო გავაგზავნოთ ხო შეიძლება არა და გული თეთყოდნენ. გული თეთყოდნენ აბა ეხლა თან ყველაზე კარგი ეგ არის რომ დაურეკეს და ნებართო. ო ამას იცახე. ეთყობა იქ თქვენშო ეხა უკითხოთ ჯო ეგრე არ გამო. ოპერაზე გამახსენდა ჩემი ახალგაზრდობის ანეკდოტი რა. კახელი რო წავიდა ოპერაში სუპირველად იცით? არა. ხო და მეგობარმა უთხრა რომ ეხლა ვიქაო წესივრად უნდა მაიქცეო რა ძალიან ახლოს შედან ქალებიო და შენებურად თუ არის მაქრაზე და ძალიან მშვიდად თარი არ უნდა რომ დაარღვიოს რა
მოკლედ რაღაცი მოვიდა და ორივე თვალი ჩანგრეული აქვს აი საიმხედრე თვალი და რა იყო და ვიციო აგე პერერივზე რო გავიდნენ ანუ პირველი აქტი რო მორჩა რა პერერი ჩემ წინ ხალი იჯდაო და როადგავ ეგ თხელი კაბა ეცოდა კაბა ქონა შეწეულიო გამოუწიო ქმარი ეს დაგვედეო გამადინა ტყლაშანი მაგიდე დავატრი თელი პერერივიო ცივსვიმაში დევდე მე რო დაიწყო მე შევიპარიო რო არ დავინახო მეორე რაღა ხოდა რა ვაუდა როადგაო მეორე თოდამდა და გამოწეული ხოდა მე ხო ვიცოდი არ შეიძლება და უკან შავ ეხლა ნამდვილად გამახსენდა სპექტაკლი მიდის და პარტეში ვხედავთ და უკან ცოლ-ქმარის ხედან და არ აქვს ეთყობა დალაგებული სიტუაცია სულ სპორობენ ერთმანეთს სპორობენ და ეს ტიპი მაინც ჩუმათაი და ეს ქალი სულ დეგენერატო და შაი უხასიათო და შენ და რა გინდა შენ ოპერა და ის მესმის რა ეს ლაპარაკი და არც ეხლა რა გინდა შენ ოპერაში და გოჩუნდი ქალო და შიგადაში ეს ლაითად შეუკურთხავს ხოლმე შეაგინებს გოჩუნდი შენი და რაღაცა და ეს ქალი არ ჩერდება სულ ელაპარაკება სულ რაღაცა და აი რო არ მიჯერებ არაფერს და შეესეთო და შეისეთო რაღაცები ნუ ეხლა რა უნდა უთხრა ხო არა გაჩედი უხეხულია რაღაცები და უცებ ამ ქალს აუვარდა სიცილი და უხასიათო და შეესეთო ხასიათების და ლანძღავს რა ამ კაცს რა და ამ ქალს აუვარდა სიცილი და აიო რაც ახარ ოპერაში დავწმუდიო ეხლა როგი და ქალ რომ დაგაწმუნდაო და ერთი ბუზი დაფრინაო და ოპერაში და რა ქაკიც ახარ დაინახა და ზედ დაგაჭდა რო ავტეგე წივილი გავარდი გარიფატე რა მაგარი ადგილი შეურჩევია ერთად ო კახევისა და ოპერაში აი იყო ვარდო გახსოვს ვარდო იყო ხევისუბანში აი დაბალი კაცი იყო ენა ჩლიფავდა და რო ჩავდიოდით ხოლმე ვარდო მაგისი ეს ვახტანგიჩი ხო მაგისი გმირს აკეთებს როლანდი იმა ხო იმათ ბადას ლაპარაკში ხო და ფირუზა მიხაილოვიჩი ყავდა ძმაკაცი და საჭაშნიკე რო გაიხსნა იქ ხო იცი ხევისუბნის გადაკუთხეში ან ჩავდივართ ხოლმე მოკლედ ხარსავჭამთ და ერდილასაც ჩავედით 4 ჩვენა ვარ და ვახო და ფირუზ მიხაილოვიჩი დაგვხვდნენ უკვე ერთი ბოთლი არაყი იმათ თუ დგა და ერთი ბოთლი ჩვენ ჩავიტანეთ ჭაჭა მოკლედ ეს დაიცალა რა და გვინდა კიდე და ვარდო ეუბნება მიხაილოვიჩს რომ ერთ ჩვენსას აირბენდეო და ეჩემს 2 ბოთლ არახს გამართმევდეო ის კიდე წელმოწყვეტილია კაცო მაინდა იქ რაავაო კაცო აღმარჩიან ვაიტა კაცი არა ხარო კაცო ადიო რა და არა თავი დამანებეო და მესამე დროს თხოვა და არაო იმა კიდე არაო და მიხაილოვიჩ დედაში მამაშენს შენ გაკეთებას და ეხლა ყველა ველოდებით ან ტაბურეტკა უნდა უთხრას არ რაღაცა სასწაული რამე თქო ერთი დიდი ხისკოვზი გეკეთები და დედი მისიცა ეჭამა არაჩქობს და იქ ამბავი რა და აი არ ვიცი ერთი დაუწერელი და ერთი ის გამახსენდა კიდე მაღაროში სიძე მყავ და იმის ახლის წინ არის ბირჟა ხო და 1-5-6 კაცი დგას თურმე და ერთმა პაპიროსი ამაიღო ჯიბეზე ჩამაიკრა ხელი და ასანთი არა აქვს მაინდა ვიღაცა მამით და არც ერთ არ აღმოაჩნდა რა და ვისაღთანაც ბირჟა ის გამოდის ხო მაინდა ბიჭო ასანთი მაიტანეო მამიკიდეო და არა მაქვს მე შანტი სახში გამაიტანო და არც სახში არა მაქვს რასამ შეშობერძაღლო მაფეჭ დაგორებით ანთებთო არა ეგერი რო იტყვია ტყუილი მაგრები კარგია რაუნდი ჩავამთავრეთ ეხლა არის თავისუფალი თემა მე პირადად ძალიან მიყვარს ასაც თქვენ თვლით რომ საინტერესო ისტორია საინტერესო ანეკდოტია თავისუფლად შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე მოყვეთ და დაიწყეთ ეს რო არ მოყვე არ ვიცი აი შანსი არა აბა გისმენ ერთ ჩვენ თანამშრომელს მომღერალს ცუდი შემთხვევა შეემთხვა და ციხეში მოხვდა რა ხო და ზონაზეა დიდ კამერას თუ რას ეძახიან და ბევრი არიან და ეხლა ბიჭები უკავშირდებით აბა როგორ ახარ აშვები ხო არ გაწუხებს ვინმე როგორი სიტუაცია და არა ოქრო ხალხიო ჯიგარი ხალხიო
ვერთობითო რაღაცებს მასხობთ, ზაზღანდავრობთო და მეტად ითხავს დამტოვო. რამდენიმესო სმენა აღმოაჩნდაო, რამდენიმეს ხმაო და პატარა ანსამბლი გავაკეთეო. შეგინე. და რეპეტიციებთო რა და სიმღერებს ვასწავლიო და აი ძალიან მონდომებულები ვართო რა ციხეში. რა მაგარია და გავადრო და რაღაც და უფრო გაგიადვილდებათ რაღაცა. გავიდა რაღაც პერიოდი რამდენიმე თვე და აბა კიდე დაუკავშირით აბა რა შვები როგორ ახარ იგივე მოკითხვები რაღაცები და ერთმა ისე ანსამბლი რა შვებოდა და კიდე დავიშალეთო და რატო დაიშალეთო რა მოხდა რეპეტიციებზე არ დადიოდნენ აცტრენდო რეპეტიციებზე სად დადიოდნენ ეხლა რახან ანსამბლს შეეხო თემა მოკლედ ჩვენს ვანოს ინიციატივით გავაკეთეთ ოპერა რემონტზე რო გავიდა დრო მეტი გქონდა და რა ვაკეთოთ და მოდი ბიჭო ყველამ ვიცით სიმღერა და ეგეს უფრაზე რომ ღერით მაინდა რაღაცა გავაკეთო და მოკლედ შეიქმნა ანსამბლი სულიკო რა კაია 2007 წლიდან მოკლედ და დავდივარ და ეს სტუდენტობის პერიოდში იყო სტუდკავშირის თავმჯდომარე და დაუმეგობრდა ერევნის კონსერვატორიის სტუდკავშირის თავმჯდომარეს და დღემდე კონტაქტი აქვს ურთიერთობა რამე და ატეხილია რომ ერევანში უნდა გავაკეთო არა რახან ეგ მოყევი მაგის ისტორიას მოყვები უცბად კონსერვატორიაში ფაქსების პერიოდია და ერევნიდან ჯერ მე ჩავედი ეს მე ის ჩამოვიდა ჩემი მეგობარი და ეხლა ისევ მიწევე ერევანში კონსერვატორიის სტუდკავშირის თავმჯდომარე ვარ ვანო გალუაშვილი მოდის ფაქსი და ნოდარ გაბუნია რექტორი იყო დამიძახა ყდებას იცით აცხონოს ღმერთმა ყდებას იცით რა გინდა ისტორიას შეხვედიო და ეს ფაქსი ფუცელი დამიდოცი წერია იქ თბილისის ვანო გალუაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდკავშირის თავმჯდომარეს ვანო სარაჯიშვილს ვიწევთ ერევანში. მაგარია ისტორია. და მე გავაკეთე. შეინახე? შენახულია კი. ხო და გავაკეთე ერევანში გასტროლი. მოკლედ ატეხილია რომ ერევანში გასტროლი უნდა გავაკეთეთ. და მართლა მაგარი გასტროლი გამოვიდა. არ ვიცი, ნუ აი საოცარ ისეთი მიღება თან პუბლიკა იყო, ნუ არ ვიცი რა. შესანიშნავი. ხო და კონცერტის წინ მოვიდა ტელე ჟურნალისტი, რადიო ჟურნალისტი და მწერალი ჟურნალისტი. ეხლა ვანო მეუბნება, შენ რუსული კარგად იციო და ტელევიზიაში ჩაეწერეო. დათო ყიფიანი ყავდა მაშინ აი რუსთავ სალამურეროა. მაშინ ასამში. დათო რადიოსო და მე მწერალთან ვიქნებიო რა. მოკლედ ეხლა დავდე იქით კამერა რამე ჩავწერეთ რაც მკითხა იმ ქალმა უპასუხე და მეკითხება ვარ დირექტორ გალუაშვილი და მეუთხარი და знаете, а я галустян. ო, ნუ ეს галустян და ეხლა მარიცამ დამამთავრებინე, რა. ნუ გისრებს. ხო, ეხლა ძრიმ შევიკავე რა სიცილია და წამოვედი და იქით გავიხედე დათო ყიფიანი, აი, რაფერია, იცი, აი, ესე წითელია. რა იყო მეთქი შევხედე მოვიდა და ეჯერ ისე ვიქით არის წერალ ჟურნალისტთან. ბიჭო, ეხლა ხო მიმარ რაღაც ჟურნალისტო, რაღაცები ხომ მკითხავ და მე მკითხავ თქვენ დირექტორი ის არისო გალუაშვილი მეოთხარი ხო და მე კიდე გალოიანი ვარ. ის მეორე ჟურნალი. და ამასობაში ამანაც დავდავ და მოტრიალდა და აი ჩვენ ხო დახოცილები ვარ და ამასაც სახეზე ცეცხლი აქვს წაკიდებული ძლივს იკავებს სიცილს რა. მოვიდა და ჩვენ რო ესეთ დღეში რა იყო რა და შენ რა იყო მეთქი შენ რა გჭირს და აი იმ ჟურნალისტმა ბოლოს რომ გითხავ რომ რაგვარი ხარო გალუაშვილი ზიბლაკ აი გალოიანს თუ რაღაცაა და შევხედა რა იყო შეჩება გვარი შეკრებაზე ჩამოგვიყალე მე უთხარ აი ისე სამივე ისე რანაირად დაერთხა გალუსტიანი გალოიანი გალოიანცი აх მეთქი შვენიერი ანსამბლი თქვენი ცალკე ანსამბლსაც ძალიან ბევრი გასტროლები აქვს ხო სულ კი არა ანსამბლს მეტი გასტროლია გვიდეთია იმიტომ რომ 7 წლიდან მოყოლებული დღემდე 86 გასტროლი გვაქვს გაკეთებული 380 კონცერტი დაახლოებით ადგილზეც და სოფლიო სხვადასხვა არა თბილისში აქ ისე საქართველოში ქონდა პერიოდი რეგიონებშიც რომ დავდიოდით სამინისტროს დახმარებით და მაგრამ ძირითადად უცხოეთ კი მიწოები გვაქვს ხოლმე ხშირ არა მაგარია რა ხა ესეთი უცბად ესეთი წარმატება ამბავი ერთი კონცერტი გვაქვს ბრიუსელში
ძალიან ცნობილი და პრესტიჟული დარბაზია ბოზანი ქვია ამ დარბაზს და როგორი ის არის, იცი, აი დრესკოდი, რომ აი სმოკინგი უნდა გეცვას ისეთი, რომ რაღაც ძალიან ძვირფასი, საღამოს კაბებში ძალიან ძვირფასი, სულ ამორჩეული ხალხია ეს ნატო და რაღაცა მთელი ისენი და გაგვაფრთხილა ამ ორგანიზატორმა, რომ პირველი განყოფილება 30 წუთი და 13 წამი, მეორე განყოფილება 30 წუთი და 38 წამი. მე ვთხარით 40 წუთი, უნდა შეამციროთ. და ეხლა გადავხედეთ დარბაზს. კიდან იცით დარბაზს ფარდებს რო აქვს ხოლმე ჭურჭურტანა და გადავხედეთ, როგორი ხალხი ზის, იცი რომ აი ძალიან სერიოზული ხალხი და გელა ჩვენი მომღერალი მეგობარი ორივე განყოფილებაში მეგრულ სიმღერებს ჟღერის ჩელას და ვაგიორქოს ხო და ბიჭებო დღეს ვერავარ კარგათო და თუ შემცირებარიო მოდიო მეგრულები ამოვიღოთო იმიტომ რომ მოყოლებული კახეთიდან აფხაზეთამდე ყველა რეგიონის და ყველა კუთხის სიმღერებს ჟღერივად კონცერტში თან ეს ისეთი პრესტიჟული სიტუაცია იყო რომ აუცილებლად აი საქართველოს წარდგინებისთვის უკან მიდიოდა კადრები საქართველოს და ძალიან მაღალი დონის არის და ამოვიღეთ ეს ორივე მეგრული სიმღერა კიდე შევამცირეთ და პირველი განყოფილება მორჩა ახლა მეორე განყოფილება მთავრდება და ეს სერიოზული და დამჯდარი ხალხი და ესე წამოხდა ფეხზე ტაშის გრიალი ბრავოები და დაიხურა ფარ და გავხედე ამ ორგანიზატორს და მე რა ვქნათ მეთქი და გაიღება ფარ და ერთი მადლობა გადაიხადეთ კიდევ და გამოდითო და დამთავრდაო გავედით მადლობა გადაუხადეთ კიდე გამოვედი დაიხურა ფარ და არ წყდება რა ეს ტაში 5-6 მოგიწია გასვლა და შუა დარბაზში წარმოიდგინე ხა კახური იმღერეთ ქართული გურული იმერული აფხაზული რაჭული აჭარული თუშური ყველაფერი ვიმღერეთ რა და შუა დარბაზში ვიღაცა ტიპი ადგა ხელებს იქნებს გააჩუმა მთელი დარბაზი და ჩვენსკენ გამოიშვე ხე რა არის ბიჭო ეს მთელი საქართველო იმღერე და ერთი მეგრული ვერ იმღერეთ ვერაფერი შეგიცხვა თქვენ ნამუსი ბიჭო რა არის მოვედი აქ მეგრული მიდო და მომესვინა შეგცხვა ბიჭო ამოვიყვანეთ კულისებში დავაყენეთ აქ საიდან მოხდი ჯერ იმას ვერ რაც კი მეგრულები ვიცით ყველაფერი უმღერეთ ამ კაცთო აი არ ვიცი რა მეთქი რა გავაკეთოთ მითხრა ვინ იყო ეს კაცი არის გავგეცნო მაგრამ იქ ცხოვრობდა და რაღაცა მოსაწვევი ძლივს გავჩითეო რა ძალიან კარგი ისტორიები, წარმატებები, ჩემო მეგობრებო. აიხარეთ. სასიამოვნო იყო და გამიხარდა რომ მობრძანდით. ანალოგიურად ჩვენ. მე ვიცი, ბევრი დრო არ გაქვთ თქვენ, თუმცა პატივია ჩემთვის თქვენი აქ ყოფნა. ამ თანხას მე შუაზე გავყოფ და თანაბრად გაგინაწილეთ, რაც არის ბიუჯეტი. მაინც უნდა დავხარჯო. კი ბატონო. მე ხარ ამდენი ვილაპარაკეთ ოპერაზე. და რომელიმე არია ბიჭებთან ერთად ერთი კიდე რომ დავამთავროთ, ალბათ შესაძლებელია. ჩვენი ისეთი ის გვაქვს სავიზიტო ბარათი იყო ხმებში გაშლილი, ალაფის არია 4 ხმაში. საინტერესოა. ყოველი კონცერტის მერე ბოლოს ამას ღერიოთ ხოლმე და არის დიდი ამბები. და ჩვენი გადაცემის ბოლოსაც ამით დაიხურება. დიდი მადლობა, წარმატებები და ჯანმრთელობა. ჩვენელე მაყურებელს კი ვეთქვი რომ ყვირას დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა, რუსთავი 2-ზე და შევესწრებით ისევ მხიარული იყოს ის ყვირა. დროებით.